ცეზე მიყენია. ინგა ახლა თუ მოგწონ შენ ამისკერო, ამათ აღარ შეიყო. ეს ატრიალე მე თუ შეედება. იშ. თუ ასე არ უნდა იყოს უკან. ესე ეს ნუ ეს დიდი ისა ხო, აბა მოდი ის გავაკეთოთ იმაზე, ცეზე. გინდა ავეროლოგი გავაკეთოთ, აბა ავეროლოგი. ცადე ჯერ მაცადე ინა ყველაფერი გაკეთე. ეს ასე ხენოსობა ახლა ასე ოს. ზე. ხო, ას ყველანაირად გულში ვაკოცო ქალაქს, რომელსაც ვერ დატოვებ ერასოდეს დაკარგავ. სიტყვა სიყვარულის და ღიმილის ქალაქი, მეწმუნებს ვაქალაქებს ის არაფრით არ აგავს. ბევრჯერ დაანგრიეს, გადაწვეს და გათელეს, მაგრამ რწმენას ვაშკაცობას მაინც არ კარგავს. ბევრჯერ წაართვეს სამამოშვილები და მაინც ტრის ჯინაზე უფრო მეტი გაზარდა. ვერასოდეს უღალატებ ამას ვერ შევძლებ, მეც მისი შვილი ვარ, ამის უფლება არა მაქვს. არ მაქვს უფლება მის ლამაზ გულში ცხოვრობდე, არ ვიყო კაცი ვინმე მოღალატე დამარქვას. აი ასე შევიყვანებს მილდები მოგებერები სულ, შენი შვილი ვარ, შენი ვიქნები სულ. როგორც ოპალდედას, ისე დაგიგიცო შენს შენსას, ვერასდროს ვაბიდისე, ყველაზე ლამაზია ჩვენი საფისარია. ამ ცხოვრობ აქ მიყვას, აქ მიხარია, შადოსნური სანათველი, ჩვენი სიამაყე ყველას იპოვს აჯანდოვებს, შენი სილამაზე, სულა ვიხიდები გუნდები მოგებერები სულ, შენი შვილი ვარ, შენი ვიქნები სულ. როგორც ოპალდედას, ისე დაგიგიცო შენს შენსას, ვერასდროს ვაბიდისე, ყველაზე ლამაზია ჩვენი საფისარია. ამ ცხოვრობ აქ მიყვას, აქ მიხარია, შადოსნური სანათველი, ჩვენი სიამაყე ყველას იპოვს აჯანდოვებს, შენი სილამაზე. ერთი აი ესე რა ვიცი აი ესე ვზივარ სახლში და დედა ჩემის დედა და მამა ისეც არის დედა ჩემი ხო, ტანია, დედა ჩემი, вообще ტანია არის სახელი სტანისლავა, პოლონური, დამალევსკაია სტანისლავა. მაგრამ აქ საქართველოში დაარქვეს ტანია და ტანია დარჩა, თორე ისე სტანისლავა სტასია რა. უკრაინა და პოლონეთი რაღაცა ომი ჰქონდათ რა, მე აღარ მახსოვს რომელი წელი იყო რაღაცა და უკრაინამ აიღო ეგ სოფელი. გინდათო დარჩითო, გინდათო გადადითო პოლონეთში და რადგანაც ამათ ეხლა სახლიც ჰქონდათ, დარჩნენ. ოღონდ პოლონეთი აღარ იყო უკრაინა რა უკვე ის სოფელი. აი ეს რეპრესიები რო დაიწყო ეს სტალინის დროს, ეს არ ვიცი რატო არ უყვარდა ეს პოლონელები ეგრემი არ ვიცი კაცი. ბაბუა ჩემი თავის შვილებთან და კიდე ზოგი ნათესავები გაიპარნენ და შევიდნენ უკრაინაში რაღაც სოფელში სადღაც. და იქ დაიწყეს და აი ბოლომდე იქ იყვნენ. 1939 წელში ხო დაიბადა დედა ჩემი და 1941 წელში ომი რო დაიწყო გერმანელებთან. ხო, იყო სადღაც 2 წლის რა, ესე და როგორ ახსოვდა ეს ყველაფერი. ესე იგი შემოვიდნენ, შეიყვანეს სკოლაში, ჩაკეტეს. და დაწვა უნდათ რა ამ ხალხის, ამ სოფლის ხალხის. მთელი სოფელი კიდე გაიქცა ტყეში. ბაბუა ჩემი იყო ის ტყის ლისნიკ და იქ ჰქონდა დიდი სახლი ჰქონდა რა. მთელი სოფელი, მთელი 1 წელი ცხოვრობდნენ იმ
სახში. ძროხა ყავდა ბებია ჩემს და ის ძროხაც გაიქცა რა მაგათთან ერთად. იმდენ რძეს აძლევდა რომ მთელ აი ამ ბავშვებს კი ისა ყოფნიდა ეს რომ განთავისუფლეს ეს სოფელი დაბრუნდნენ ახალი სახლები დაიწყეს აშენება. ბევრი თიხა იყო რა იმ დღეში. პირველ რიგში ააშენეს ფეჩები. მერე უკვე სახლები რა ეს. აი ეს არის მამა ჩემი. ჯარში რო იყო იმაზე მარსკოი ფლოტ 3 წლიანში. მამა ჩემი დაამთავრა და ამ ბიჭს კიდე ქონდა ოტპუსკ. წამოიყვანა მამა ჩემი იქ თავის და ტანცპლაში ადგა რაღაცა გოფები და გაიცნო დედაჩემი. ჩამოიყვანა აქეთ ჩამოიყვანა იყო 22 წლის. ძმასთან ცხოვრობდა უფროს ძმასთან. აი მათ არ მოეწონა ქართველი არ იყო რაღაცა და очень плохо обращались с ним. очень плохо. ბაბუა ჩემი არ ელაპარაკებოდა ბოლომდე. საწახვედიოდა ეგრე შორს და როცა მამა ჩემი გარდაიცვალა, კი არ სჯეროდა რომ ისაგეთ. Он тебя бросил, говорит. Он тебя бросил, говорит, вот ты осталась, говорит, с одним ребенком. ერთი თვის ვიყავი, რომ ავარიაში მოხდა რა მამა ჩემი. მატარებლის ქვეშ მოხდა ავტობუსი მთელი ხალხით. სამსახურიდან მოდიოდა და შოფერი გაიქცა, კარები არ გააღო და გაიტანა. მამა ჩემი რო აღარ იყო, დედაჩემიც გააგდეს. საბუთები დამალეს ყველაფერი და დარჩა დედაჩემი უსაბუთოდ. ვეღარ მიდიოდა ვერსად. представь себе, ახლა არც საბუთები, არც ქართული ენა არ იცის არაფერი და აი ესე დარჩა ქუჩაში. თავის მოკლა უნდოდა პატარა ვიყავი მე ერთი თვის ვიყავი. დავტოვებო ეგრე ნახავ რომ ვიღაცა აიყვანსო და ესე მოხდა რომ ვიღაცა ქალი ვიღაცა მოდიოდა იმაზე ხიძე იყო რა დედაჩემი ვიღაცა ქალი მოდიოდა დაინახა რომ ტიროდა რაღაცა რატო ტირი ხარო მოუყვა დედაჩემა უსაბუთო თუ ისა მოუყვა ეს ყველაფერი და წაიყვანა იქვე ცხოვრობდა წაიყვანა თავის სახლში და მთელი 9 თვე დედაჩემი ამ ქალთან ცხოვრობდა მერე სამსახურიც უშოვა საბუთებიც პასპორტი ყველა მადლობა იმ ქალს რა რომ ჯოჯა მერი დედაჩემი სულ ეძახოდა მამა მაია მამა მუშაობა რო დაიწყო ბებინაც მიიღო ну დადიოდა ეხლა იქ მშობლებთან ბებია ჩემთან ტოვებდა რაღაცა ზაფხულში რა თვითონ მუშაობდა და მერე როცა ბებია ბაბუა გარდაიცვალეს მერე ის ყველაზე პატარა და 12 თუ 13 წლის რა ინტერნატში ჩააბარეს მომამდე 12-ნი იყვნენ ხო და ბოლოს დარჩნენ 7 და ეს პატარა და ეს რიგინა იყო ინტერნატში და დედაჩემა წამოიყვანა აქეთ აქ სკოლაში დადიოდა ყველაფერი და ჩვენ ორნი აი ესე გავიზარდეთ ამაზე ქალი იყო ამბლა პერვა მოდნიცა რაღაცა რო გამოდი ანთმები შეიღებავს ან რაღაცა ნახე ყველგან ის არის რა პერვა მოდნიცა ბლა უკაჭირება როგორ არის ხო მარტო რო დარჩა ერთბად მაგრამ ეხმარებოდნენ ხალხი იქ სამსახურში რო დაიწყო რო იცოდნენ რომ მარტო ხელა და ორმაგს იმას ხელფას აძლევდნენ მაშინ ეხმარებოდნენ კარგად ეხლა ესე არავინ არ გაგიკეთებს და მაშინ სხვა ხალხი იყო რა 3 წლის რო ვიყავი გაიცნო ეს მეორე მამა ჩემი მე არც ვიცი ჩემი საკუთარი მამა როგორ იქნებოდა ჩემთან, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგად ჩემთან. ყველას უყვარდა მამა ჩემი. იქ რომ მივდიოდით ნათესავებთან. აუ, ყველა გიждდებოდა. რა კაი კაცი არისო და რა კაი ისა და აქაც სულ ჩამოდიოდნენ ჩვენი ნათესავები. უკრაინაში და პოლონეთში სულ ის ყავდა. ნათესავები. ეს არის მამა ჩემის
მამა ბაბულა ხო ესა ივანე მაჩაბელი 1915 წელს ის იყვნენ კნიაზია ბაბუაჩემი გიმნაზიაში სწავლობდა რომ მოვედით აქა მამამისი ცოცხალი იყო ძალიან კაი კაცი იყო შეუყვარდა დედაჩემი ისე რომ არ ვიცი ბაბუაჩემი იყო იმისი სტომატოლოგის პროფესორი იყო რამდენი ვილაპარაკე მის ლამაზ გულში ცხოვრობდე არ ვიყო კაცი ვინმე მოყალატე დამარგვას მე აგავიზარდე სიყვარული ვისწავლე ერთგულება და დავდივარ ამაყად მე არასოდეს დამიკარგავს სიმდისი სხვა შეცდომებს მაპატიებს თბილისი სულ გაგიფხილები გულები მოგებერები სულ შენი შვილი ვარ შენი ვიქნები სულ როგორც ობლდედას ისე დაგიფიცებ შენისეს შენსას ვერასდროს დაგიფიცებ ყველაზე ლამაზია ჩვენი საკისარია აქ ცხოვრობ აქ მიყვას მიხარია შადოსური სანატრელი ჩვენი სიამაყე ყოლას იბოს აჭადოვებს შენი სილამაზე